მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. დღეს უნდა ვისაუბროთ იეჰოს დინასტიის ბოლო პერიოდზე, ელისე წინასწარმეტყველის გარდაცვალებაზე. შესაბამისი საკითხები შეგიძლიათ წაიკითხოთ მეოთხე მეფეთა მე-15 თავში. სტუმრად გვყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. გიორგი, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. იეჰოს დინასტიაზე შევჩერდით წინა გადაცემაში. იეჰომ გარკვეული წმენდა ჩაატარა ისრაელში, თუმცა ნათქვამი არის, რომ ისიც შორს არ წასულა იერობოამის ცოდვებისაგან და მისი ცხოვრების წესისაგან. კვლავ რჩება ბორცვებზე სალოცავები, რომელიც არის სჯულის საწინააღმდეგო მსახურება. რა ბედი ელის შემდგომში ისრაელს? თქვენ აბსოლუტურად მართებულად აღნიშნეთ, რომ ის წმენდა, რომელიც მეფე იეჰომ დაიწყო, ეს წმენდა სრულად დადებით მოვლენად არის აღქმული წმინდა წერილში, წინასწარმეტყველის სიტყვების სახსრულება და მისი სიტყვების სახურებათაც არის გაგებული, მაგრამ იეჰო აღმოჩნდა იმ დილემის წინაშე, რა დილემის წინაშე მას თავის დროზე იერობოამ პირველმა დააყენა მთელი ისრაელი, მთელი სამეფო. გაეგრძელებინა მართვა იმ გზით, რომელიც გზითაც ის საბოლოოდ იერუსალიმის ტაძარში დავანებულ ღმერთს ემდა თაყვანს, თუ გაეგრძელებინა მსახურება ისრაელის როგორც პოლიტიკური ერთეულის თაყვანისცემის გზით. იეჰოს მთელი ტრაგედია და შემდგომ მისი დინასტიის ტრაგედია არის ამაში სწორედ, რომ მათთვის ისრაელი ღმერთის გარეშე არის რაღაცა მსახურების ობიექტი, რაც საბოლოოდ თავის თავაცხადია, ეს ასეც მოხდებოდა, გადაიქცევა ისევ პირადი ამბიციების მოხმარების საგნად და მეტი არაფერი. ეს გზაჯვარედინია იეჰოსი, რომელმაც ღვთისმსახურების გზის ნაცვლად აირჩია პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური ასპარეზი ისრაელის სახელმწიფოს არეალზე. ასეა ნამდვილად ასეა, თან ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ არ არის იეჰო მარტო მას ყავს წინამძღვარი, რომელსაც შეუძლია დაეკითხოს სულიერ წინამძღვარზე მაგ საუბარი. ელისე წინასწარმეტყველი ეს არის ის საოცრება ისრაელის სივრცეში, რომელმაც შეუძლია უწინამძღვროს ამ სულიერი ლაბირინთებიდან გასასვლელად და ღვთისმსახურებისაკენ წასასვლელად, მაგრამ იეჰოში აი ეს რაღაც მეფის მედიდური სული ჩანს და ის რაც მისი დინასტიის წარმომადგენლები არ აპირებენ გადაუხვიონ იმ გზიდან, რა გზაზეც ისრაელი დააყენა იერობოამ პირველმა. იეჰოს შემდგომ ჩვენ როგორც ეს წინასწარმეტყველები ქონდა წინასწარმეტყველს 4 პიროვნება მოდის 4 მეფე იეჰოს დინასტიიდან, 4 თაობა არის, რომელიც მეფობს ისრაელში და მათი მეფობა ზოგადად რო დავახასიათოთ, მაგრამ ახლა ჩვენი მსმენელისათვის იქ ბევრი დეტალია, რომელს ხაზგასმა უბრალოდ შეიძლება თხრობის დამამძიმებელი და გახდეს და ცოტა გაუგებარიც გახდეს ჩვენი თხრობა. ამიტომ ამ თავარ დეტალებს მივაქციოთ ყურადღება და ვთქვათ, რომ ამ დინასტიის დროს ისრაელი უკანასკნელად მოიხედავს ძლიერების მხარეს. ექნება ძალიან დიდი ჩავარდნა, ექნება ძალიან დიდი პრობლემები, მაგრამ ჩვენ გვაქვს საოცარი რამ ნათქვამი წმინდა წერილში. ჩვენ წმინდა წერილი გვამცნობს ლოცვას, მეფის ლოცვას, რომელსაც შეისმენს ღმერთი, არა იმიტომ რომ თქვათ ის დაადგა ჭეშმარიტ ღვთისმსახურების გზას, არამედ იმიტომ რომ ღმერთს შეეცოდა ისრაელი. ღმერთს შეეცოდა ისრაელი და მოხედა მეფის ლოცვას და გამოიხსნა ისრაელი მტრის ხელისაგან, რადგან არ უნდა და არ სურდა მას ეს სიმბოლური თქმა ბიბლიურ ენაზე, ისრაელი გადაშენებული იყო, ისრაელი მომსპარ იყო ა ブラ ამთან, ისააკთან და იაკობთან დადებული აღთქმის კვალობაზე. წმინდა წერილი აშკარად მიგვითითებს, რომ აი რა არის საინტერესო ციფრამდრია. ღმერთი ადამიანს, საზოგადოებას, ხალხს ყოველთვის უტოვებს რაღაცა სივრცეს, სადაც შეუძლია მას
მობრუნდეს ღმერთისაკენ. რაღაცაც უნდა სულ მცირე თუ გააკეთებს, აუცილებლად უფალი შეისწრებს მისას. აუცილებლად მოხედავს, აი რა გვახსენდება, იცით, გვახსენდება, როდესაც სოდომში ჩადიან ანგელოზები და უნდა სოდომი დაისაჯოს, იქ ასეთი თხრობაა წარმოდგენილი, ჩვენ მსმენელს ეს უკვე შევთავაზეთ, რომ სამდურავი გამრავლდაო სოდომელზეო და ჩავალ და ვნახავ, მართლა ასია, საქმითაც ასე იქცევიან თუ არაო. ეს ჩავალ და ვნახავ სიმბოლური თქმა არის, თავისთავად ცხადია, ღმერთი არსად არ არის ჩასასვლელი და არაფერი მას ანახავი არ აქვს, მაგრამ ჩავალ და ვნახავ, ნიშნავს რომ დრო მოვიდა და ესე არის. ხო, რაღაც სივრცეს, ანუ რაღაც სანამ მოვსულ ვარ იქნება გამოსწორდეს. აი, რაღაცა სიმბოლური ენაა იმისა, რომ თითქოს და ღმერთი რაღაცა გზას გაიგრძელებს იმისათვის, რომ მათ აი ეს გაგრძელებული სივრცე ხო დროს მისცემს, რომ ეს სივრცე მათ გამოიყენონ, იქნება მოიქცენ. აი სივრცე, აი მაგალითად გვახსენდება იუდა ისკარიოტელსაც კი არ კრავს ღმერთი ხელს. იმასაც კი ამბორამდე მიუშვებს, იმასაც კი ეტყვის, რომ ამბორი დგას, ანუ იმასაც კი უჩურჩულებს, რომ ხო შეეძლო ჩვენს მაცხოვარს სხვანაირად მიეთითებინა იუდაზე, მაგრამ ბოლომდე ამბორამდე მიიღო იუდა. ბოლომდე აცალა, ანუ ამ სივრცეს იძლევა ღმერთი, ყოველთვის იძლევა ამ სივრცეს ღმერთი, რომ მოიქცე მისკენ. და ისრაელის ისტორიის მიმწუხრი ძალიან კარგად გვაჩვენებს ჩვენ ამას. როდესაც წმინდა წერილში წერია, რომ შეისმინაო ღმერთმა მისი ლოცვა და მხსნელი მოულინდაო. არა სახელებს ვინ არის მხსნელი. წმინდა წერილი არ ამბობს ეს მხსნელი ვინ არის. იცით, თქვათ იუდაური ეგზეგეტიკა სხვანაირად აქცევს ყურადღებას, თანამედროვე ღვთისმეტყველები სხვანაირად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ თქვათ იუდაური ეგზეგეტიკისათვის ეს არის მეფე იოაში, რომელიც ისრაელზე გამეფდება და რომელიც ძალიან რომლის პერიოდში წელიწე წინასწარმეტყველი ამ ქვეყნიდან გადის და გარდაიცვლება და ის მართლა ძალიან ბევრ საქმრო საქმეს შეიდენს და საკმაოდ გააძლიერებს ისრაელს. თანამედროვე ღვთისმეტყველები მაინც და ისტორიკოსები მიდრეკილი არიან იქითკენ, რომ ასურეთის იმპერია ძლიერდება, დამასკოს, რომელთანაც ამ დროს ომები აქვს ისრაელს, უკვე იოაშის დროს დასუსტებას იწყებს და დასუსტებას იწყებს არა ისრაელთან ომის კვალობაზე, არამედ აღმოსავლეთისაკენ ჩნდებიან ძალიან ძლიერი ძალები, რომლებსაც ასევე მტრობა აქვთ დამასკოსთან და აი ამას აი ამ პოლიტიკურ გადანაწილებას და ძალთა გადანაწილებას აქცევენ ყურადღებას. ეს თავისთავად ცხადია, ნუ რაღაცა ისტორიული თვალსაზრისით და ფაქტობრივი თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ წმინდა წერილისთვის არა. წმინდა წერილი ამბობს ხსნელი მოულინაო მას და ეს ხსნელი შეიძლება ბევრი რამე იყოს და ამ ხსნელს შეიძლება ბევრი რამები გულისხმოთ. თუ კი ეს არ არის მეფე იოაში და თუ კი ეს არის მართლა რაღაც სხვა ძალა. ნახეთ რა არის მამა ანდრია საინტერესო. ისრაელის მიმწუხრს წმინდა წერილი საუბრობს იმ ენაზე, რა ენაზეც საუბრობდა საჯულთა ეპოქაში. როდესაც ისრაელს მეფე არ ყავდა. როდესაც ისრაელში უფალს გაამეფებდნენ და უფალი მოულენდა ხსნელს. ეს ხსნელი ვინა მე კი მოყვება წმინდა წერილს, მაგრამ ხალხმა თავიდან არ იცის ვინ არის ეს ხსნელი. გავიხსენოთ. შესაძლებელია ეს ხსნელი იყოს იებთა ეგალაადელი, ვთქვათ, კაცი რომელიც ავაზაკობდა. შეიძლება ეს კაცი იყოს გედეონი, რომელიც მამა კებთაყვანისმცემელია და რომელიც შიშისაგან სად დაიმალოს და სად გადაარჩინოს თავისი რაღაცა არ იცის. შეიძლება ეს ხსნელი იყოს სუმთლად ყველასაგან წუნდადებული და უარყოფილი სამსონი. აი ასეთ ენაზე დაიწყო წმინდა წერილმა საუბარი ისრაელის საამბოს მიმწუხრს თითქოს და ღორე რამეს ახსენებს მკითხველს. ა ブラ ამს, ისააკს, იაკობს, მათ ურთიერთობას ღმერთთან და ისრაელის საჯულთა ეპოქას ღმერთის ურთიერთობას აი იმ ისრაელთან. აი ეს დაკარგული მომანდრი. აი ეს აღარ არის ისრაელში. მოდი გავიხსენოთ რა არ არის ისრაელში. ისრაელში არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ისრაელში ღირებულებითი კონსტიტუცია არ არის. ეს არის ფეხქვეშ გათელილი. კი მეფე იოაში, რომელზეც ახლა ჩვენ საუბარს ვიწყებთ და მისი ეპოქა მოდის სწორედ, თავისთავად ხედია მეფე იოაში ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს, მაგრამ ისრაელისათვის ეს გრძელვადიან პერიოდში არაფერს მომცემი არ არის.
ვერაფერს ვერ გააკეთებს მაინც. იუაში მოკვდება და მასთან ერთად მოკვდება, როდესაც მოვა მისი მემკვიდრე იერობოამ მეორის დროს, პრაქტიკულად მიწის მტვერისავით ფეხით გასათელი ხდება ისრაელი. ხო, ასეთი სიტყვებით არის მოხსენიებული. ხო, ეს საოცარი სისუსტე, რომელიც სულ ერთი მეფის წინ საოცარ ძლიერებად იყო წარმოდგენილი, ხო? კუდრეთით აღვდგარი სამეფო იყო პრაქტიკულად. ამიტომ წმინდა წერილის ეს ენა კარგად არის მოსასმენი და კარგად არის წასაკითხი, კარგად არის გასააზრებელი, რომ ის რატომაც დასრულდება ისრაელი არის არა რისხვა ღვთისა, პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. არამედ ეს არის განაჩენი, რომელიც ისრაელმა გამოუტანა თავის თავს. ეს არის ურთიერთობა, რომელიც ისრაელმა შესთავაზა ღმერთს. ღმერთისაგან შემოთავაზებული ურთიერთობა კი არ მიიღო, არა, თვითონ შესთავაზა ეს ურთიერთობა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს იერობოამის რეფორმები, იეხუს გადაწყვეტილება, არ გვიკვირს თქვათ კეფთაყვანისმცემელი ბაალის თაყვანისმცემელი ომრის დინასტიის მეფობის სტილი და რატომ არ გვიკვირს? იმიტომ რომ ყველაფერი ეს მამანდრია თავს იყრის აი ამ უმსგავსობაში, როდესაც შენ იღებ არა იმ ურთიერთობას, რომელსაც ღმერთი გთავაზობს, არამედ შენ გიჩნდება პრეტენზია, რომ ღმერთ შეუკვეთო შენი ურთიერთობები, ღმერთ შეუკვეთო შენი სურვილები. მე აქ როგორც მინდა ისე განვითარდები, შენ კეთილინებე და მომხედე. შენ გამაძლიერე, შენ ხელი მომიმართე. ახლა ამასაც მივაქციოთ ყურადღება, ღმერთი განა შეურაცხყოფილი პიროვნების პოზიციიდან მას მოქმედებს ამ შემთხვევაში და უარს ეუბნება ამ შემოთავაზებაზე, არა ძალდატანება იქნება ეს ღმერთის მხრიდან, რომ ღმერთმა ასეთი ურთიერთობა მიიღოს ისრაელისაგან. ისრაელი ასეთი რაღაცა წარმოვიდგინოთ თავის დროზე ჩვენ ეს მაგალითი მოყავდა აი მოდის მდინარე, ხო? და გვინდა ეს მდინარე, ამ მდინარეში წყალი არ დაშრეს. ამისათვის რა არის აუცილებელი? ამ მდინარემ კონტაქტი, კავშირი არ უნდა დაკარგოს წყაროს თავთან. თავის თავესთან არ უნდა დაკარგოს. როგორც კი გადაკეტავ ამას, რაც არ უნდა ეცადო რომ მდინარე მიდინოს კალაპოტში, ის აუცილებლად დაშრება საბოლოოდ. ის ვეღარ ისევ საუბრობთ იმაზე, რომ მეფე, ისრაელის მეფე თავდაპირველად როგორც იყო დადგენილი, მერე დავითისგან გაგრძელებული გულისხმობდა იმას, რომ ღმერთი უნდა ემეფებინა ისრაელში. და რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნაწილიც იყო, მაგრამ არჩევანი ამასთან დაკავშირებით პრიორიტეტი რა იქნებოდა. დღეს ვხედავთ აი ამ ეპოქაში რაც არის. ფაქტიურად თუ კი ელისეს უსმენენ დროდადრო პერიოდულად, როცა მათ აწყობთ, დანარჩენ შემთხვევაში სულ ყველაფერი ეს არის მართლა მოხმარების საგანი, იმისაც რომ რაღაც პოლიტიკური ძლიერება მოუტანოს და ამ დროს ეს სულ ყველაფერი კრახით თავდება, რადგანაც უსულოდ გამოდის ეს სულ ყველაფერი, მაცოცხლებელი სულის გარეშე გამოდის ეს სულ ყველაფერი ერისთვის. ჩვენ აბსოლუტურად ტერიტორიებს კარგავენ, ნიკტრები უჩნდებათ და ასე შემდეგ. რომელიც უკვე იმდენად დიდი წინააღმდეგობა, რომელიც გადალახვაც აღარ შეუძლია. აბსოლუტურად გეთანხმებით, მამანდრე თან დაუკვირდეთ ჩვენ სმენელსმა კარგად გავახსენოთ ჩვენ ეს თავის დროზე ხაზგასმით ვთქვით, რომ რას ნიშნავს ღმერთი ამეფოს? ღმერთი ამეფოს ნიშნავს, რომ იცხოვრონ იმ ღირებულებებით, რომელიც გაწერილია იმ ურთიერთობაში, რაც ჯულის სახით მისცა უფალმა ისრაელს. და მეფე რო ესე ცხოვრობს, არის მისაბაძი. მეფე ამ დროს მაგალითი ხდება. და შესაბამისად ქვედა შრეებში შესაბამისი ცხოვრების წესის კადრები. კი, ნამდვილად ასე, ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ აი მოცემულ მომენტში ისრაელის ტრაგედიაზე, ჩვენ სინამდვილეში საუბრობთ არა ისრაელის ტრაგედიაზე, არამედ იმ საზოგადოების მორყევაზე, იმ ღირებულებათა სისტემის დაქცევაზე, რაზეც ისრაელი უნდა აშენებულიყო. ეს საფუძველი გამოეცალა ღირებულებათა სისტემა. და უკვე აღარ შველის ისრაელს ასურეთი. არ შველის ისრაელს იუდასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. არ შველის ისრაელს წმინდა წერილში იქნება ნათქვამი ის ღონისძიება, რასაც უკანასკნელი მეფეები მიიღებენ და ეგვიპტესთან დაამყარებენ ურთიერთობას. ვერც ერთი ვერ შველის ისრაელს. ვერც ერთი ვერ ახერხებს ვერაფერს, ვერ ეხმარება, რატომ? იმიტომ რომ ისრაელი თავისთავად უკვე აღარ არის იმ მდგომარეობაში, საიდანაც შეიძლება რაიმე განვითარდეს. ის მილევად პროცესშია გადასული. თითქოს ახალი ჭურჭელია საჭირო ახალი სასმელისთვის, ახალი ღვინისთვის.
და ისრაელში უკვე ამ სიახლის ჩასხმაც კი უკვე შეუძლებელი არის. ვერ დაიტევს. ვერ დაიტევს საზოგადოება არ არსებობს. იმდენად არის ხომ მორღვეული ეს ფასეულობები. ეს ძალიან კარგად ჩანს სხვათა შორის, როდესაც თეგლათ ფელასარი გაილაშქრებს ასურეთის იმპერია საბოლოოდ უკვე პალესტინის ტერიტორიაზე თავისი ჰეგემონობის დამყარებას ძალიან ისე მიზანმიმართულად იწყებს. პირველ პერიოდში, როდესაც დახარკავს ისრაელს, დახარკული ისრაელი მთელ თავის სიმძიმეს გადაიტანს მოსახლეობაზე, გადაიტანს უბრალო ხალხზე. გაწყდება უბრალოდ აი მოსახლეობას არანაირი გამოსავალი, არანაირი საშუალება იმისა, რომ სამეფო მიარსებოს. არის აბსოლუტურად შეხშესული. ეს არის სწორედ გამოძახილი იმისა, რაზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით. გიორგი, აღთქმული ქონდა იეხუს, რომ 4 თაობა იმეფებდა მისი ისრაელს. აი როგორ გრძელდება ამ თაობებში ისრაელის სახელმწიფო? როგორები არიან ისინი? ბაძავენ ამ იერობოამს, რამე ეტყობათ, რომ შემოbrunდნენ, აგრძელებენ იგივე გზას, ან წინასწარმეტყველი სიტყვასთან რა დამოკიდებულება აქვთ, ისევ ისეთი გამოყენებლობითი, როცა ჭირდებათ ისმენენ და როცა არ ჭირდებათ უგულებელყოფენ. სწორედ ამას ამბობს მინდა წერილმა მანდი, როცა გვეტყვის, რომ დადიოდნენ იერობოამის გზის, არ მოეშვნენ ამ გზაზე სიარულს. თუმცა წმინდა წერილში ჩვენ გვაქვს რამდენიმე ჯერ მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ უფლისათნო ნაბიჯები გადადგა, თქვათ, შევეხოთ ახლა მეფე იოაშს, რომელსაც აი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. იოაში არის შვილიშვილი, იეხუ შვილიშვილი, რომელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს წინასწარმეტყველი ელისესადმი. განსაკუთრებული ახლო ურთიერთობა, განსაკუთრებული პატივისცემა აქვს მისადმი. მაგრამ არამც და არამც არ გააკეთებს იმას, რომ ეს ხბოები ბეთილსა და დანში დამდგარი იერობოამის საცდური მოსპოს ისრაელისათვის. ეს არა. და აი აქ ისმის სწორედ კითხვა. აი, მოდი გავიხსენოთ ჰეროდე, რომელიც იოანეს პატივსცემდა ნათლისმცემელს. ეშინოდა კიდევაც მისი. მაგრამ როდესაც დაჭერდა მის პირად საქმეს და სარგებელს, ის უბრალოდ ბრძანებას გასცემს იოანეს თავის კუთისას. აი რა არის ეს, რა მოვლენაა ეს? პილატეს შემთხვევაშიც იგივეა, იცის რომ მართალი კაცი ყავს განსასჯელი და როცა მას შეეხებიან, ხელს უშვებს ამ სიმართლეს. მანამდე თითქოს ცდილობს რომ გაიტანოს თავისი და ეს სიმართლე დაიცვას, მაგრამ არა პირადი რისკის ხარჯზე. ხო, თუ რაღაცა მისი კომფორტი შეირყევა ამის შედეგად, მაშინ ჯვარს ეცვას. მაშინ ეს მისი ბრალი არ არის, ხელს დაიბანს, განზე გადგება, თქვენ იცით და თქვენ მოაგვარეთ ეს აბა. მეფე იოაში ესტუმრება ელისეს, როდესაც ელისე უკვე ღრმად მოხუცებულია, ფიქრობენ რომ ელისე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. და წინასწარმეტყველი ელისესთან სტუმრობის დროს ისრაელს დაძაბული მდგომარეობა აქვს დამასკოსთან, არამის მეფესთან და ელისე მეფეს მიიღებს და ეტყვის აიღეო მშვილდი და დაადეო ხელი მშვილს. და როდესაც ამას გააკეთებს მეფე ელისე თავის ხელებს დაალაგებს მეფის ხელებზე, მშვილზე, რომელსაც მეფეს ხელები ელაგა. და ეტყვის, რომ აღმოსავლეთისკენ სარკმელი გახსენი და ის ტყორცნე ის არისო. და იმ მეფე ხო გაუგებარია ხარ ასაკეთებს, მაგრამ რასაც ეუბნება უსმენს. გააკეთებს აღმოსავლეთისკენ სარკმელს და ტყორცნის ისას ელისე ეტყვის, ის არის უფლისა, რომელიც იქნება ძლევა ისრაელისა, რომ ძლეო საბოლოოდ აფეთქში მას რა ქვია, არამის მეფეს. ამის შემდეგ ელისე წინასწარმეტყველი მეფეს ეუბნება, რომ აიღეო ისრებიო და მიწას დაასვიო ის. აიღებს იოაში ისრებს, ერთისას შვილით დაასვობს, მეორე ისას მიწას დაასვობს, მესამეს დაასვობს და გაჩერდება.
და გაუბრაზდება წინასწარმეტყველი და ეტყვის. ხუთჯერ და ექვსჯერ რო გაგეკეთებინა ეს საბოლოო ძლევდიო არამს, ახლა კი მხოლოდ დროებითი გამარჯვება გექნებაო. რატო გაბრაზდა წინასწარმეტყველი? ხო, ეს ძალიან საინტერესო ადგილია. ხო, აი გრიგოლ დიოლოგოსი აქცევს ამას ყურადღებას და გვეუბნება პირდაპირ დააკვირდითო. წინასწარმეტყველი არ ნიშნავსო, რომ ღმერთძალმომრეობა აქვს მასზე და ყველაფერი იცის წინასწარმეტყველმა. არისო რაღაცა რაც წინასწარმეტყველმა არ იცის და თავისი ადამიანური განშით გაჟისო. აი ეს ეპიზოდი მოყავს გრიგოლ დიოლოგოს და საინტერესო რა არის? საინტერესო გახლავთ ის, რომ თვითონ მეფე მიუხედავად აი ამ იმისა, რომ ვერ მითხარი მამაო და მას ვისავდი 7ჯერ და 10ჯერაც დავკრავდი ამისას. პრეტენზიას არ გამოთქვავს ელისეს, მაგრამ აი ბოლომდე თითქოს და ბოლომდე ელისეს აი ამ ავტორიტეტს ეკონდებარება. საბოლოოდაც ელისე დახუჭავს თვალებს და ელისე გარდაიცვლება. როგორი სიმბოლურია, რომ მეფე ზუსტად იმ სიტყვებით დაიჭირებს ელისეს, რა სიტყვებითაც ელისემ გააცილა ელია წინასწარმეტყველი. ხო, მხედრობა და მამაო, ეთლოდა ისრაელსა და მხედრობა უმისო. ეს ამით წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ელისემ ბოლომდე გაასრულა ის სამოღვაწეო გზა, რომლისაკენაც მას მოუხმო ელია. ყველაფერი შეასრულა ელისე წინასწარმეტყველი, უდიდესი წინასწარმეტყველი იყო. და როგორც მიუთითებენ ეფრემასური ამას განსაკუთრებით უსვავს ხაზს, რომ ელისეს გარდაცვალებით არ დაობლებულაო წინასწარმეტყველთა სკოლა და ოსია წინასწარმეტყველმა გააგრძელა ამ სკოლის ხელმძღვანელობა. და ოსია წინასწარმეტყველის პერსონას თუ შევხედავთ, ის მართლა ღირსეული, აი ნახეთ რა ხაზია მამანდრი, ესე იგი გვაქვს პოლიტიკური ხაზი მეფეებისა და გვაქვს წინასწარმეტყველთა მემკვიდრეობითი ხაზი. და აი ამ ხაზს ისრაელი მიყავს დაუბრისაკენ. მაგრამ სულ ყველა პატრიოტია. და წინასწარმეტყველთა ხაზს ისრაელი მიყავს ხსნისაკენ, არავინ არ უსმენს და ხანდახან ქვეყნის მაოხრებელსაც უწოდებენ. აი კარგად ჩანს, რომ ისრაელი უნდა დასრულდეს. კარგად ჩანს, რომ ამ სამეფოს აღარაფერი აქვს საყრდენი იმისა, რომ მან თავისი ძლიერება გააგრძელოს. შინაარს გამოცლილი გახდა ისრაელი. იმანჯერ ლევიტელებისაგან, მღვდლებისაგან დაიცარიელა თავი და წინასწარმეტყველები, რომლებიც დაუტოვა ღმერთმა, ეს ამ წინასწარმეტყველებისაგან აბსოლუტურად არანაირ ნაყოფს არ იღებენ. არაფერს არ ითვალისწინებენ აბსოლუტურად. საოცრად არის წმინდა წერილში ნათქვამი ელისეს გარდაცვალების შემდეგ მას დაკრძალავენ და გარდამოცემა მიუთითებს, რომ მეფე იოაში თავად იღებდა მონაწილეობას ელისეს დაკრძალვაში და იქ არის ერთი ასეთი ამბავი მოთხრობილი, აი გავიხსენოთ ელისე როგორ იწყებს უღვაწობას, სასწაულად იწყებს უღვაწობას. უასაფლავებენ ადამიანს. უასაფლავებენ, ხო, თარეშობდნენ მოთარაშეები, არამელი მოთარაშეები შემული და აი ამ მიცვალებული შიშისაგან ამ მიცვალებულის გვამი გაუშვეს ხელიდან და ელისეს სამახში აღმოჩნდება ის და როგორც კი შეეხო ელისეს ძლევს, ეს მიცვალებული გაცოცხლდა და ეს მიცვალებული ცოცხლად გამოვიდა. რაღაცნაირად გვახსენდება საოცარი რამ, რომ ამან ხო ძალიან დიდი გავლენა უნდა იქონიოს იმ დროინდელ საზოგადოებაზე. არცალია თან. ხო, რაღაცა უნდა იქ. არ ჯდება ხო. არცალიათ ამისთვის. ისევე როგორც არცალიათ ქრისტესთან საუბრისთვის ლაზარეს აღდგომის შემდეგ. სხვა რამე აქვს გასაკეთებელი, ლაზარეს უნდა მოკლა. ხო. აი ეს დამოკიდებულება. შეპყრობილობა არის რაღაცა სახეა შეპყრობილობის, რომ აჩემებული აქვს რაღაცა. აი ეს უნდა ვთქვათ. და ესე იგი ქრისტესთან ერთად მოდის ლაზარე, რომელმაც სიცოცხლე მისცა და ლაზარეს მოკლა უნდა. მკვდარი იყო და გააცოცხლა ქრისტემ და არაფერს არ ნიშნავს ამათვის. იმის მაგალითად დაინტერესდა ლაზარეს მხრიდან მაინც მიხვიდა ქრისტეს და ლაზარეს და არა ეს ლაზარეს მოსაწილებელია. ქრისტესაც უკავშირდება ყველაფერი მოსაწილებელია. და ეს გახსენდება იგავი მდიდარის და ლაზარეს მკვდრეთით თუ ვინმე ალგესო. იმასაც არ დაუჯერებენ. თუ კი წიგნების და წინასწარმეტყველების. თუ მოსესი და წინასწარმეტყველების. ხო და ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი.
მაცხოვარსეულებიან გადმოდი ჯვრიდან და წავევთ. ხო, ანუ თუ ადამიანში არ არის მზაობა ღმერთის მიღების, ხო, თვალწინოც რომ ესე იგი გამოეცხადოს ანგელოზი, რომ მკვდარი აღდგეს, არაფერს არ აძლევს მას. იმ მომენტში შექმნის ეფექტს, მაგრამ არ დატოვებს ყვალს, არ დატოვებს ნაყოფს. ყვალი და ნაყოფი რო დატოვოს, მაშინ ღმერთმა უნდა იძალადოს და ღმერთი არ ძალადობს. ღმერთი მარტო კარებზე აკაკუნებს. იმისი გამოღება უკვე შენი საქმეა. ეს არის ძალიან საინტერესო დეტალი. თან დაუკვირდეთ მამა ანდრია იმ მომენტსაც, რომ ამ კვდრის გაცოცხლებით თითქოს და წმინდა წერილი ისრაელს საბოლოოდ გახედავს. იქნება და ელისეს საფლავთან მიყურადებულმა ისრაელმა თვალი აახილოს და აი ამ თავისი კვდრად მდგომარეობიდან გამოსვლა ინებოს. მაგრამ სწორედ აი აქედან მოყოლებული წმინდა წერილი იწყებს თხრობას, სადაც თითქოს და თხრობის ლოგიკა არის ის, რომ აუცილებლად უნდა ისრაელში სახელმწიფო არეულობები და გადატრიალებები მიმდინარეობდეს. ისრაელის ისტორია გრძელდება და სრულდება არეულობით. ხო, სულ ღალატი გადატრიალება მეფის კარზე. დინასტიაც არ ეღირსა უკვე იეხუს დინასტიის შემდგომ, იერობოამ მეორის შემდგომ. დინასტიაც არ ეღირსა ისრაელს ხანგრძლივი დინასტიის სახით ვამბობ. მაქსიმუმ მამიდან შულზე გადასულიყო, მეტი ვერა. ყავს ერთვიანი მეფეები. ყავს თავარსარდლები, რომელსაც უბრალოდ მეფე ვეღარ ენდობა. ანუ მთლიანად გამოიფიტა ისრაელის საზოგადოება, მთლიანად გამოიფიტა ისრაელის სივრცე, მთლიანადაც არიელდა ის. იქ არის მხოლოდ მოსახლეობა, რომელიც ძალიან გავს იმ მარილს, რომელსაც აღარ აქვს კვეთა, რომელსაც ვეღარ დამარილდება ეს ტერიტორია. ამიტომაც წმინდა წერილი იწყებს თხრობას სალმანასარის ლაშქრობის შესახებ, რომლის დასასრულიც არის ისრაელის პოლიტიკური ლიკვიდაცია. ისრაელი დაასრულებს თავის არსებობას, პოლიტიკურ არსებობას. საინტერესო გახლავთ ის, რომ ისრაელის დასრულებამდე ნაწილი ამბობს ერთს, მაგრამ ნეტარი იერონიმე მიუთითებს და იუდეური გარდამოცემაც მიუთითებს, რომ ორივე ხბო იქნა მოხსნილი თავის სადგარიდან და ხარკის სახით იქნა გაგზავნილი ასურეთში. სანამ ხარკის სახით არ წავიდა, მანამდე ვერ მოხსნეს. მანამდე ეს ხბო ხართა. აი ესაც როგორი ნათელი მაგალითია სასჯელი და განწმენდა. ცდელობა აქვს ის განგებულებისა, რომ სასჯელით მაინც გაიგანიცნოს. სანამ აი ამ ძიმე მდგომარეობამ თავისით არ გაიყვანა ეს ხარები აქედან, ისრაელმა მხარებზე უარი არ თქვა. ასეთი დამოკიდებულებაც იყო. გულინო დაწყდებაო ისრაელს, რომ ჩვენი ღმერთები მიდიან, რადგან იქაც ღმერთების სავანეში მოაქცევენობა და პატევით მოეპყრობიანო. აი გამართლება, როგორი მძიმე, აი ეს თავისთავად ხადია ხალხზე არ არის საუბარია იმ საზოგადოებაზე, რომელიც ღირებულებით ამინც განსაზღვრავს ისრაელს. ამ სალოცავების ერთგულებაც არ ქონდა საქმე მაგაშია. როგორ შეიძლება საკუთარ ჯულს უყალატო და სხვა რამეს უერთგულო. ვერ უერთგულებ. უნდა დაიჭირო. ჭირდება და მეტი არაფერი. და სხვათა შორის არის ასეთი თქმულებაც, არის ასეთი ამბავიც, რომ როდესაც ეს ხარები მიიღო ასურეთის მეფემ, გადადნობა ბრძანა, მაგრამ იმისგან არაფერი გამოდნაო, თუნდაც გარედან იყო ოქროდან დაფარული და შიგნიდან მთლიანად სპილენძის აღმოჩნდა. სხვაგვარად თქვა და ამითო დასიდაო ისრაელსო ასურეთმა. საინტერესოა თხრობა რითი მთავრდება ისრაელთან დაკავშირებით. ასურეთის იმპერიის პოლიტიკა იყო საერთოდ ხალხების გადასახლება დაპყრობილი ტერიტორიიდან. ასევე მოიქცა ისრაელსაც. აყარა ეს ხალხი და გადაასახლა დინარის გაღმა. გავიხსენოთ ეს ხალხი, რომელიც დინარიდან გაღმა შემოიყვანა ღმერთმა და დაასახლა. უკუ პროცესი მეტი. რადგან ისრაელმა ამ ღმერთთან, პენტაპიწერია წმინდა წერილში, ამ ღმერთთან არ ისურვა, არ მოусმინა, არ აღასრულა. ამიტომაც
მათი აკმყოფობა შინაარს გამოცლილი რჩება და ისინი გადასახლებული არიან იმპერიის სხვა პროვინციებში. აქ ჩამოასახლა სხვა ხალხი. და ისრაელის აი ეს სივრცე ჩვენ მაყურებელს ხაზგასმით ვთქვათ, რომ აქ არ საუბრობთ იუდას სამეფოზე, იერუსალიმი და იუდა ჯერ კიდევ დგას. როგორ დგას და რანაირად ამაზე მე ვისაუბრებთ. აქ მის ჩრდილო ნაწილზე და ტრანსიორდანიაზეა საუბარი, რომელიც კარგა ხანია უკვე მოწყვეტილია ისრაელს. ეს ის ადგილებია, სადაც ახალ აქმაში უკვე სამარიტელები მოიხსენიებიან და სამარიტა და გალილეა. გალილეა და სამარიტელები და არ უყვართ სამარიტელები, იმიტომ რომ შერეული ხალხია და შერეული რელიგია აქვს. ხო, აი აქ რა არის ისიც მე ჩვენ სხვა გადაცემაში ამას მივაქცევთ ყურადღებას, მაგრამ წმინდა წერილი რას გვეუბნება ისეთ მომანდრე, აი წმინდა წერილმა აი რაც უნდა და ისრაელმა ის მიიღო, რა მიიღო. ეს ხალხი რო აქ ჩამოსახლდა, აი ამ გადასახლება, გადმოსახლების ჩანს სივრცე გატყიურდა. მომრავდნენ ლომები, რომელმაც დაიწყო ხალხის დაგლეჯა. ხო და მეფეს გააგებინეს, რომ ამ ქვეყნის ღმერთის ღმერთი მაშინ ლოკალიზებულია და ამ მიწის ღმერთი მოსაძებნი, რომ ამ ლომებმა მოსახლეობის დაგლეჯა არ იმასაკრა და მასურეთის მეფე გააკეთებს იმას, რასაც ისრაელის მეფეები უარს ამბობდნენ. იმ მიწის მღვდელს გამოგზავნის. და ისრაელში გაჩნდა, ამ ტერიტორიაზე გაჩნდა მღვდელი უფლისა, რომელსაც ისრაელი დევნიდა. ის ააგებს უფლის საკურთხეველს, ესაუბრება იქაურ ხალხს იმ ღმერთზე, რომელ ღმერთსაც ვერ გააცნობს, ვინაიდან წარმართები უსვენენ ამ ღმერთს, რომელმა ღმერთმაც თავის ხალხი ვერ დაიცვა. ასე იგებენ ისინი, ასე უყურებენ ისინი ისრაელის ღმერთს. ამიტომაც წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ამ საკურთხეველის გვერდით ყველა ხალხს თავისი საკურთხეველი ჰქონდა, თავისი ბობონი ჰქონდა, თავისი სალოცავი ჰქონდა და ვისაც ვისთან უნდა და როგორ უნდა ისე აგრძელებდა მსახურებას. აი ეს სივრცე ეს საშინელი სურათი ხატა აღრევის, უთაობოლობის, რაღაცა დაკარგვის ყველაზე მთავარი. დაიკარგა, ყველაფერი დაიკარგა. უბრალოდ დარჩა რაღაცა ის რაღაცა, რომელიც ღმერთმა დაიტოვა თავისთვის, იმიტომ რომ მოვატრო და უფალი შეყრის თავის ხალხს ისე, მოიყვანს ისე აქ, რადგან უკვე ეს ახალი თაობა, ეს ახალი სივრცე უნდა დახვდეს იმას, რომელმაც საბოლოოდ ხსნა უნდა მოუტანოს ისრაელს, ხსნა უნდა მოუტანოს თელ სამყაროს. აი ძალიან საინტერესო და ფაქიზი თემა რჩება, რა დარჩა ყველაფერი ამისაგან. ესე იგი რელიგია ღმერთი დავიწყებული, არეული, მოსახლეობა გადასახლებული, იქ სხვა ტომები ჩამოსახლებული, ფაქტიურად ისრაელი აღარ არსებობს. მაგრამ ვამბობთ, რომ რაღაცა დარჩა კიდე, რომლის ირგვლივაც ისევ ღმერთმა უნდა აღადგინოს ისრაელი. აი ამ რაღაცის დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება მთელი ჩვენი საუბრების ესეთი ხაზი, რომელიც გვინდა რომ წარმოვაჩინოთ. რა არის ის, რომელსაც უნდა მისდევდეს ხალხი, რომელიც არ არის არც პოლიტიკა, ეს არ არის არც ძლიერება ფიზიკური, არამედ სხვა რამ არის, რომელიც მაცოცხლებელია და რომელიც ამსუ ყველაფერს, რასაც შემდგომში ადამიანმა შეიძლება მოინდომოს სახელმწიფოსთვის, იმას სული უნდა ჩაბეროს. და ამის გარეშე ყველაფერი ფუჭია. ეს ვნახეთ სოლომონის დროსაც და მერე დღეს რასაც ვსაუბრობთ, ეს არის კულმინაცია აი ამ უკუსვლისა. და საინტერესოა მამანდრია ის, რომ ამ ხნის განმავლობაში თავისთავად ხედია მე გავაგზავნებ ჩვენი იუდას სამეფოზე, მაგრამ ისრაელის სამეფოსთან დაკავშირებით ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სულ მოვნიშნავდით გზაჯვარედინებს. აი ისრაელი უკვე აქ გზაჯვარედინზე აღარ ადგას. ისრაელმა ყველა გზაჯვარედინი გაიარა და ლოგიკურად შევიდა იმ ჩიხში, სადაც დაასრულა მთელი თავისი არსებობა. მას უკვე არჩევანიც აღარ აქვს, ის უნდა დასრულდეს. გიორგი, დიდი მადლობა საუბრისთვის. საკმაოდ ესეთი პესიმისტური ნოტით ვამთავრებთ დღევანდელ გადაცემას, თუმცა ეს არის ისტორია ისრაელის სახელმწიფოსი და სხვას ვერაფერს ვიტყოდით. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი აღადგეს ამას ყველაფერს და აქედან წამოუნესოთ ის მოციქულები, რომლებიც ჭეშმარიტი მეფის მეფობას გააცხადებენ მთელი სამყაროს გასაგონად. დიახ. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. დაგემშვიდობები მაყურებელს, შეგახსენებთ, რომ
შესაბამის საკითხავე მეოთხე მეფეთა მე-15 თავში შეგიძლიათ წაიკითხოთ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.